მართალია იქ კუთხეში ყოველ საღამოს ესე ძალას ვაძლევთ ხოლმე ერთმანეთს, თუმცა ასე შედარებით მრავალრიცხოვნად მე მგონი ბოლო რა ვიცი 31 მარტის შემდგომ არ შევხვედრილვართ და ზუსტად ვიცი რომ თითეული აქ მყოფი ადამიანის მიზეზი თუ მიზანი აქ ყოფნის არის ის რომ სხვანაირად არ შეგვიძლია ანუ აქ ვდგავართ და სხვანაირად არ შეგვიძლია იმიტომ რომ სხვა ყველაფერი რასაც ყოველდღიურად ცხოვრება გვაიძულებს რომ ვაკეთოთ მოვალეობები, ვალდებულებები ოჯახთან, საზოგადოებასთან, პირადი ყველაფერი არის ერთფეროვანი და უმნიშვნელო იმ ამბავთან შედარებით, რასაც ეხლა აქ დგომა ქვია, ჩემი აზრით და მგონი რომ თქვენი აზრითაც. იმიტომ რომ წლების წინ ნათქვამი სიტყვები რომ საშიშროება მართლა რეალურიაო, მართლა რეალურია, უბრალოდ დროში გაწელილი ყოველდღიური აი მოდიან რა ვიცი როგორც გინდათ ისე დაარქვით გინდათ ესე წარმოსახვითად გინდათ ფიზიკურად მაგრამ ეს ტანკები მოდიან რომელიც მაშინ საზოგადოებას ეუბნებოდა რომ კი საშიშროება მართლა რეალურია კი ეხლაც საშიშროება მართლა ძალიან რეალურია და იმედი მაქვს რომ თითეული ის ადამიანი რომელიც არ ვიცი ახლა რომელიმე მედიის საშუალებით ჯერ კიდევ გვისმენს ან ქუჩაში გვხვდება და თითქოს და არ იმჩნევს ამ შიშს და იმ საფრთხეს რაც ჰაერში ტრიალებს იმიტომ რომ რა ვიცი მე ვგრძნობ ჰაერიც კი მძიმეა ჩვენს ირგვლივ იმიტომ რომ ყველაფერი არა მხოლოდ მზია ამაღლობელი არის ციხეში ჩვენი თითეული წელი რომელიც ამ ქვეყანაში გაგვიტარებია ამ ქალაქში გაგვიტარებია საფრთხის წინაშეა იმიტომ რომ მე აღარ ვიცი თუ ეს ყველაფერი ისე დასრულდება როგორც ქართულ ოცნებას რუსეთს რა ვიცი ქართულ ოცნებას უნდა რა ვიცი ეს დავარქვათ რაც არის მაშინ მე არ ვიცი რა უნდა ვაკეთო. სადაც არ უნდა ვიყო გინდ ციხეში, გინდ ქალაქში, რა უნდა ვაკეთო? ხო, ჯარში აღარ მიღებენ, მითხრეს რომ ხო, არ მომცეს საშუალება საკუთარი ქვეყნის იარაღის დაცვით, იმიტომ რომ ისინი თვლიან რომ მხოლოდ მათ აქვთ განიარაღების გზას ხელს ვერ შეუშლის ვერავინ ამ ქვეყნის. და რა ვიცი, მე ვერ წარმომიდგენია და ზუსტად ვიცი რომ ჩვენი ცხოვრება ისე ვეღარ გაგრძელდება ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როგორც იყო გუშინ, ერთი კვირის წინ, ერთი თვის წინ, ერთი წლის წინ, იმიტომ რომ ამდენი უსამართლობა რაც ირგვლივ ტრიალებს, გონია რომ შეუძლებელია მათი დუმილით მათი თანაზიარი ვიყო. ანუ ჩემი აქ დგომის მიზანი არ არის მხოლოდ ის რომ კარგად მაქვს გააზრებული რომ მიუხედავად რა ვიცი ერთწლიანი თავდაუღალავი ბრძოლისა ცვლილებები ვერ დადგა. აქ იმიტომ არ ვდგავარ რომ აი რაღაცა ამ რაოდენობის ადამიანებით ჩვენ ვთვლი რომ აი სასწაულს შევძლებთ და ქართული ოცნება ხო ეხლა დარწმუნებული ვარ რომ აი ბოტები, ტროლები დაგვრცინიან რომ 200-მდე ადამიანი შეიკრიბა ევროპის მოედანზე და რაღაცებს აპროტესტებონო. აი მის არ ვდგავარ რომ რაღაცა ზუსტად ვიცი რომ აი ქართულ ოცნებას დავასრულებ ხვალაზე გან ჩვენ შევძლებთ. იმიტომ ვდგავარ რომ სხვანაირად არ შემიძლია. ჩემი დუმილით ამ ბოროტების თანამონაწილე ვერ გავხდები. სანამ შემეძლება ფიზიკურად სანამ შემეძლება ყველგან და ყოველთვის ვიტყვი რომ ქართული ოცნება არის ბოროტება რომელიც დაესაკუთრა ამ ქვეყანას და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ეს ბოროტება დღეს ხვალ თუ ზეგ დასრულდეს ამ ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა მაინც უნდა ვთქვა იმ გამძლეობისთვის რომელსაც თქვენ და ჩვენი მეგობრები, რა ვიცი, ის ადამიანები, რომლებიც ამხელენ ქართული ოცნების ბოროტებას სხვადასხვა გზებით, არსებობთ და ჯერ კიდევ გახართ იქ, სადაც გახართ.